გააწანი ერთი სილა ბანკებს. ქართულ ოჯახებს და ბიზნესებს ადგილობრივი ბანკები წელიწადში მილიონობით ლარს აცლიან. ეს ფული უნდა აშენებდეს ჩვენს სახლებს, ჩვენს მიზნებს, ბიზნესებს, მომავალს და არა მხოლოდ ბანკების მოგებას. რატომ არ ვიცავთ უცხოურ ბანკებს, რომელზეც ამდენი წელიწადია საუბარი მიდის? ეს 5 და 10 წლის მერე კი არ გვჭირდება, ახლა გვჭირდება, რომელიც გაცილებით დაბალ პროცენტს შემოგთავაზებს. მე რა ზუსტად ვიცი, ბევრი ჩინური ბანკი შემოვიდოდა ბაზარზე, მაგრამ გინდა ჩინური იყოს, გინდა ევროპული, ამერიკული თუ აფრიკული, თავარია ჩვენას მივიღებთ. და აქვე აღნიშნავ, რომ ჩვენი ქართული ბანკები არც ისე ქართული ბანკები არიან, რაც კარგად ვიცით. ახალი ბანკის შემოსვლა აიძულებს ადგილობრივ ბანკებს შეცვალონ დამოკიდებულება ხალხის მიმართ. აღარ იქნება ის დაუნდობელი პირობები, რაც წლებია გვაკისრია, გვეყოფა. რას მოგვიტანს ეს რეფორმა? ასობით მილიონი ლარი დარჩება ხალხის ჯიბეში. ოჯახები იგრძნობენ რეალურ ფინანსურ შვებას. მცირე ბიზნესს მიეცემა გაფართოების და დასაქმების შესაძლებლობა და საბანკო სისტემა გახდება კონკურენტული და გამჭვირვალე. თუ ფიქრობ, რომ საკმარისია, რაც ბანკებმა წაგვართვეს თავიანთი კაბალური პირობებით, არ დააიგნორე. სილის ღირსნი არიან, რომ გამოვაფხიზნოთ. მოაწერე ხელი პეტიციას და გააწანი ერთი სილა ბანკებს, რომლებიც წყურბელებივით გვწოვენ ფულს. ერთად მოვითხოვოთ უკეთესი პირობები, მოვითხოვოთ სამართლიანი კონკურენცია, მოვიწვიოთ ახალი ბანკები საქართველოში და შევქმნათ გადაფინანსების წელი, რომელიც ყველას გვეკუთვნის.